Ყველას მოგესალმებით მეგობრებო, ყველას. ახლა მოგესალმებით დამპალსაც და კარგსაც. დამპლებოდკო. რომ გიწოდებ, დამპლები არავისთვის არ მიწოდებია მეგობრებო, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ხანდახან ვამბობ ხოლმე მეგობრებო და ეხლა მინდა რაღაც გაგიჟღეროთ აი აქ. ეხლა უყურეთ. აი აქ ნახეთ, ეხლა რა ხდება რა. ნახეთ. უმაგრესი რაღაც ხდება მეგობრებო, უმაგრესი რაღაც. თქვენ შეიძლება იფიქროთ, სახელმწიფო გადატრიალება. თითქმის სახელმწიფო გადატრიალების დონეზე მოეწყო რა და საქმე იმაშია რომ ჟიმჟიმი გასდის უკანალში ყავყორნებს იქ საპატრიარქოში რა და უკვე გავიგე, მოვიდა ჩემ კურამდე რომ აი ეს იმისთვის ხდებაო, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონო. გესმით? ხო გესმით, ხო? ამიტომ გადაუზიარეთ ახლა მეგობრებს, რასაც გეტყვით ეს მნიშვნელოვანია. რადგან ქალბატონის სოფოს დედის რომელიც 12 წელია ეძებს შვილს და დღემდე ვერ დაადგინა ვერც სასულიერო პირებისგან, ვერც ერისგან, ვერც გამომძიებლებისგან, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერანაირი ინფორმაცია, მართალი ინფორმაცია. ვერ დაადგინა, ხელები ჭუჭყენ მაქვს, იმიტომ რომ მუშაობდი და ახლა შემოვედი უცბად, მიყვარს სპონტანურობა და თქვენ იცით რომ ლაივებს ძალიან სპონტანურად წერთ ხოლმე. ახლა იმ ხალხ, იმ საზოგადოებას, რომელიც საერთოდ აიგნორებდა ფეხზე ეკიდა, გინდ ერს, გინდ ბერს, ქალბატონის სოფო, რომელიც 12 წელია ეძებს თავის შვილს, უგზო უკლოდ დაკარგულ შვილს, რომელიც გაუჩინარდა თავის ახლობელთა წრეში გაუჩინარდა და ახლა უნდა საპატრიარქოს თქვას, რომ ქალბატონის სოფოს ამბავი არის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა? რატომ ეცინება ეხა იცი? 12 წელია ქალი გეხვეწებათ რომ აპოვნინეთ შვილიო რა. 12 წელია შვილს უმალავთ. მაგის დედავატირე და ეხა მე მიყვარს გინება და დატყვევებული სიტყვების გარეთ გამოტანა, მაგრამ არ შევიგინები ამ შემთხვევაში. არა აქვს ახლა აქ ადგილი ამ დატყვევებული სიტყვების გარეთ გამოტანას. და ნუ გეშინიათ ხოლმე, როდესაც დატყვევებულ სიტყვებს ხშირად ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ აუცილებელია დატყვევებული სიტყვების გათავისუფლება. ისევე როგორც აუცილებელი არის გურამის გათავისუფლება, აუცილებელი არის გურამის მსგავსი ადამიანების გათავისუფლება, რომელიც გადამანული ჰყავდა ვის თუ არა შავყავყავრებს. მეგობრებო, ახლა გეტყვით რა. ეკლესიას, რომელსაც ჟიმჟიმი გასდით ყავყორნებს, უკვე ეკლესიაში შემძრავ ყავყორნებს თუ რეპტილოიდებს თუ გველებს თუ გველუკებს არ აქვს მნიშვნელობა, იმათ, ვინც რეალურად სიმართლეს ხელს აფარებდა და დედას უმალავდა შვილს, ჟიმჟიმი გასდით. და იცი რას ამბობენ? ხო, ეხლა თითქოს ქალბატონმა სოფიამ ადგა და უცბად გადატრიალება მოინდომა სახელმწიფოში. თუ ქალბატონმა სოფიამ ეს მოახერხა, ძალიან მაგარი ქალი იქნება და გეტყვით რატომაც რა 12 წელი გელოდათ თქვენ ბოზებო. 12 წელი გელოდათ. 12 წელი არ გეყოთ იმისათვის, რომ ეს ქალი ატყუეთ, უმალეთ შვილი, არ უჩენდით შვილს, უფლის მონათაქციეთ, ხოლო შვილის გამოჩენის შედეგად დედის ნებართვის გარეშე ბერად არ კვეცავენო. ხო, არ შეიძლება ბერად აკვეცა თუ დედას ან მამას ნებართვა არ აქვს გაცემული. ხო და თქვენ რომ ეს გააკეთეთ, ახლა რომ გინდათ ტრაკები გამოგიწმინდონ ვიღაცებმა, შსსებმა თუ სუსუსუებმა, ხო, აღარ გამოდის ესე, არა, თქვენ თვითონვე ჩაიკუკეთ. თქვენ თვითონვე არ გაგეკეთებინათ და არ გექნებოდათ იმის საბაბი, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. მიწაში ძაღლმა მიგიფსათ იმ ვითომ დაუწმინდეს უნიტარესთან საქართველოს გადარჩენას რო უპირებდით მისი სახელით. არაო. აგერ მიწაში გიდევთ ისიც და აგერ თავზე დაგაწყდათ აგურიც. გაიგეთ? აგური, რომელიც დაიწუნეთ. თავში მოიქცა. გესმით? ხო და იცით რას გეტყვით მე თქვენ, ჩემო კარგებო? რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. გესმით? ეს ტყუილა არ უთქვამს ქართველ ბრძენ ერს. არა.
ქართული ენა სასწაულებრივი ენაა და არ გინდოდათ მოსმენა? არ გინდოდათ, ხო? არც ჩემი მოსმენა არ გინდოდათ, ხო? თავზე დაგატყდათ ჩემი წყევლა. იცით რატო დაგატყდათ თავზე ჩემი წყევლა? იმიტომ რომ მართალი ადამიანისგან გამოსული წყევლა პირდაპირ მიზანში არ ყავს. ხო და წყევლა მაწყევარისაო, რომ იმას რა ქვია მაგას იმშვიდეთ თავებს, წყევლა მაწყევრის არის, როდესაც უსამართლოდ იწყევლება. ხოლო როდესაც სამართლიანად იწყევლება, წყევლა მიდის ზუსტად მიზანში და პირდაპირ იქ არ ტყავს 10-იანში, გესმის? ასე რომ ჩემო საყვარელო ხალხო, სანამ კიდევ დროა და გამოსაფხიზლებელია თქვენთვის რა, რომ დამდგარ ხართ ეს ბრმა მრევლი და იძახით, ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. სახელმწიფო გადატრიალებას ვინ ახდენს? ივანიშვილი თუ სააკაშვილი? ამჟამად სახელმწიფო გადატრიალებას ის დედა ახდენს, გამწარებული დედები ახდენენ, რომელი გამწარებული დედებიც ტყუილად გამწარებული კი არ არიან თავისი ხუშტურებიდან გამომდინარე. არა, მეც დედა ვარ გამწარებული თქვენგან და ის დედებიც თქვენგან არიან გამწარებული, რომელთაც ჯერ შვილი მოუკალით და ვითომ თვითმკვლელობას აბრალებდით, თუნდაც დავიწყოთ ქალბატონი ეკა კოკადაძით. მერე შემდეგ ის დედა, რომელიც ბავშვობის ასაკიდანვე დაიწყეთ მისი გაუპატიურება და ახლა გინდათ შეათითქნოთ, რომ თითქოს ეს ქალი ვიღაცებს აბრალებს, ქალბატონი ნესტანზე მაქვს საუბარი. მერე გამოჩნდა ქალბატონი სოფო, რომელიც 12 წელი გევედრებოდათ, რომ გამომიჩინოთ შვილი. არ არის ჩემი შვილი მკვდარი, ხომ გეუბნებოდათ მაგას? გამომიჩინეთ. საბოლოო ჯამში, სანამ მართლა აგური არ დაგეცათ თავზე, ხო? არ გინდოდათ, ხო? იმის მოსმენა, რაც მე გითხარით 4 წლის წინ. არ ჯობდა, რომ ის მესიჯი, რომელიც თამარს ჰქონდა თქვენთვის, ზეციერი ძალებიდან მოეტანა და ისე მომხდარიყო, როგორც ზეციურ ძალებს უნდოდათ და არა ისე როგორც თქვენ ბოზებო თქვენ მართლა რა. თავზე დაგატყდებათ აგურიც და ცუნამიც რო იცოდეთ რა. არ გინდოდათ ჩემზე ეცადეთ რომ საერთოდ რო იცოდეთ. ქალბატონი ეკა კოკადაძით კი არა, ჩემი საპატრიარქოსთან მისვლით დაიწყო ეს ყველაფერი რო იცოდეთ რა. და იმ სიტყვის ძალით, რომელიც სიტყვის ძალაც მე ღმერთმა გამომათქვევინა, იცი ვის წინააღმდეგ გავიმართე მე? დავითი გოლიათის წინააღმდეგ კი არა, ჭიანჭველა მთელი ზეცის წინააღმდეგ, ესე რომ შევადაროთ რა, ჭიანჭველა ვიყავი, რომელიც იმხელა ძალას შევეჭიდე, რომ თქვენვე წარმოიდგინე არანაირი დაცვა, არანაირი უკანა ფონი, რომელიც მე დამიცავდა, პირდაპირ მივედი და მივაჭერი და ვამხილე თავის უნამუსობაში და უნარობაში, დღემდე გინდათ რომ ხელი დააფაროთ, ვერაფერსაც ვეღარ დააფარებთ უკვე, გესმით? ყველაფერს ფარდა აქვს ახდილითქო. ხო და აი იმ დღიდან დაიწყო, ზუსტად იმ აღდგომა დღიდან, 2022 წლის აღდგომა დღიდან. არ დაგავიწყდეთ 22 წლის. ეს არ არის შემთხვევითი ციფრები, ეს არის ზუსტად ის ციფრები, რომელიც თამარ მეფემ დაგიტოვათ თქვენ და გითხრათ რა, მაშინ მოვალ, როცა საქართველოს ყველაზე მეტად დავჭირდებიო და მოვიდა, მაგრამ თქვენ ნურას უკაცრავად სასაცილოდ არ გეყოთ ეს ყველაფერი, არ გეყოთ სასაცილოდ. იცით როგორ დაგცინებენ ზემოდან და ზეციდან, რასაც თქვენ აკადრებთ თამარის თქვენი ისეთი უდიერად მოქცევა, როგორც თქვენ თამარს მოეკეცით. ზეცა იცით რას გიზო, დაგაჭყლიტავთ მიწაზე რა, რო იცოდეთ და უკვე ხდება ეს ყველაფერი. სულ რაღაც 3 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ გონს მოეყვანე თქვენ ზეციურ სამყაროს. 3 წელი მოგცათ დრო, ხო და 3 წლის მერე უკვე დაიწყო თქვენი მხილება. ხო და ის თქვენი 100 წელი რომ უნდა ეცოცხლა, უწმინდეს უნეტარესად მძორი კაცი რომ შერაცხეთ, აი ის მძორი კაციც მიწაში ჩაგიდოთ და მას მერე დაიწყო საქართველოს გამოფხიზლება და სრულიად საქართველო დედების მხარეს დგას. ვინ ყავდათ დატყვევებული თუ არა დედები და დედების მიერ ნაშოვნი ხალხი. ხო და დედები მოგიღებენ თქვენ ბოლოს რო იცოდეთ რა. ზუსტად დედები გამხელენ თქვენ. მეც დედა ვიყავი 3 შვილის და ის ხალხი ვინც ალაპარაკდა დედები არიან იცოდეთ რა და ვაი თქვენს პატრონს თქვენ ყვავ ყორნებო.
გეყოთ ამდენი პარპაში და 9 მილიონიანი ჯიპებით სეირნობა აქეთ იქით და ბოსებივით კუნტროში გეყოთ ახლა ბოსები ვინც არიან გამოჩნდება რა თქვენ ერთ სიტყვას არ გასულია წყალი ერთ სიტყვას რაც მე ვთქვი იმას წყალი არ გასულია რო იცოდეთ რა და გეშინიათ კი არა ვაი თქვენს პატრონს თქვენ რო ჟიმჟიმი გაქვთ ეხლა ისეთი ღმერთმან ურავის აკონიოს ისეთ ჟიმჟიმში ღმერთმან ურავინ მოაქციოს მძორია მიწაც არღებულობს ხო სადაც საჭიროა იქ დაამძორეთ ყველას საიდუმლოს კი არა ყველა დაფაროს ფარდა აეხსნება თქვენ მერე ნახეთ ის რომ გამოვა რომ მკვდარს მოანათლინეს მართლაც 700 კაცზე მეტი 700 ბავშვზე მეტი მერე თქვენ ნახეთ მაგის საფლავს ამოთხრიან კი არა საფლავი არც აქ ბიჭო სადღაც აყროლებულია სამებაში კი არა და სიონში აყროლებული ტიპი დევს რა აი მაგას რო ამოგითხრიან და კიდევ ერთხელ გეუბნებით რა ცეცხლიც არ მიიღებს და წყალიც არ მიიღებს მაგის ხორცს მაგის ამძორებულ ხორცს რაც მაგან საქართველოს თვალები დაუბრმავა რაც მაგის სახელით საქართველოს წარუტაცეს გაძიძგნეს დაასაჭურისეს დააბრმავეს დაამტრიეს გაძარცვეს დაამონეს დაადებილეს ყველაფერი ერთად მოგატყდებათ მეთქი და აწი დაიწყო უკვე კი არა და შუა პროცესში ვართ რა თქვენ საცოდავებო თქვენ თეთრუაშვილის იმედზე იყავით ხო თეთრუაშვილმა გაგათეთროთ ეხლა თქვენ იმ თეთრუაშვილმა გიშველოთ ეხლა თქვენ საცოდავებო ეს რა საშინელებები გააკეთეს სატანისტები ხო გამოდის და გამოდის ეხლა რო შსს და საპატრიარქო რო ერთად მოძრაობდნენ ეგეც რო გამოვა ამ ბიჭს ხელს ვერ დაადებენ გურამის ხელს ვერავინ ვერ დაადებს იცოდეთ რა ნებისმიერი სულ ერთია ვინ აიღებს აი ამ აყროლებულ საპატრიარქოს ვინც აიღებს ეგრე იქნება საჭირო ვინც აიღებს რა თქვენივე ხელით დაითესეთ თქვენივე უთესლურობა თქვენივე საზიზღრობა და თქვენივე ხელით მოიკვეთეთ თქვენივე ტრაკები ბიჭო რას თქვენ ვის ეთამაშებოდით და რას ეთამაშებოდით თქვენ გონიათ რომ ის პროცესი რაც ეხლა ხდება და ბოლო ჟამიაო თქვენივე აყროლებული რო იძახდა და რო ათქმევინებდით იმ ბოლო სად იყო ეგ ვაფშე რა იცოდა მაგან რა ბოლო ჟამი ის ბოლო ჟამი ერთი ლოცვა არ იცოდა თავიდან ბოლომდე მამაო ჩვენო თუ იცოდა თავიდან ბოლომდე ეგეც არ ვიცი მე ეჭვი მეპარება ერთი ლოცვა იმის არ იყოს ხა დააყენეს ვიღაცა შალვა კეკელა და ისო რა მეორე ბოლო ჟამის დროს ილია მეორედ მოვა და იქადაგებს ან მანამდე რას ქადაგებდა და ან ეხლა რას იქადაგებს ან ვინ ამოიყვანს ბიჭო მაგ აყაროლებულს თუ ამოიყვანენ მარტო ყვალყორნების საჯიჯგნად ამოიყვანენ მაგ საცოდავს მაგას რა უნდა მაგას იმაში რა ქვია სიონში მაგ აყროლებულს რა ნებისმიერი რა ვინც მაგ ადამიანზე იმედებს ამყარებდა ყველანი მისნაერად აყროლდებიან რო იცოდეთ ზეზეურად აყროლდებიან და კიდევ ერთხელ გეტყვით რა ვიღაცამ დამიწერა იმან ამხილაო საპატრიარქო ეგენი მოიცადე ვინ მოიცა ერთი თორდიამო ამხილაო ეგენიო გაასწორა მიწასთან ბიჭო ისეთი რაც მე ილიას ვაგინე თორდიას ერთი სიტყვა არ უთქვავს ილიას წინააღმდეგ ერთი სიტყვა არ უთქვი რა ამხილა თუ მხელა უნდა პირდაპირ ემხილა ისე როგორც მე ვამხილე მაგრამ ისიც ბევრ რამეს ამხელდა მაგრამ ვერავინ ვერ გაბედა ჩემსავით ვერავინ ვერ გაბედა ისე თქვა ილიაზე რაც სიმართლე იყო რა ვერავინ ვერ გაბედა იმიტომ რომ მაინც სადღაც ეშინოდათ და ვინც ფიქრობს რომ მე საპატრიარქოს წინაშე დამნაშავე ვარ დედასფიცა ვარ აგური კი არ დაეცემა პირდაპირ ბლოკები დაასაჭურისებენ და დაასაფლავებენ იმას რა რო იცოდეთ რა დაესვათ წერტილი სოფო დიახ დაესვათ მე ხო დაუსვი მაგათ წერტილი ბიჭო ვინები არ მომიგზავნეს ბოლოს ჩემი მოკვლაც გადაწყვიტეს მაგ დამპლებმა და მომწავლეს კიდევაც ეგ დამპლები კი არა და დამპლებიც არ არის ბიჭო დამპალის კიდე რაღაცას წარმოადგენს ეხლა გეტყვით
მაგათმა რომ ჩემი საპატრიარქოს ფსიქოლოგები და რომ ჩემი ჩუმად სახე ჭორები დამიყარეს ჩემი სახელის გაფუჭებას სცადეს ისეთი არავის არ გაუკეთებიათ რა ჯერ ცხოვრებაში არ ახსოვს ისტორიას რომ ისეთი ჭორები დაეყაროთ ადამიანზე როგორც მე დამიყარეს რა მაგას ხო გავუმკლავდი 1500 ბრმა დებილის წყევლას ხო გავუმკლავდი და ავიტანე ბიჭო ცუდად ვიყავი მაგრამ მაინც მაგათ შიგადაშიგ შემოგზავნილ აგენტების მიერ მოწამლებს ხომ გაუძელი და კიდე ბოლოს ისეთი მომწამლეს რომ კინაღამ მომკლეს ჯერ მარტო რეანიმაციაში რომ გადავურში იმ ჯოჯოებს და მკვლელებს ხომ ჩაძაღლდა ბოლოს და ბოლოს აი იცით როგორ ვიყავით მეგობრებო პირდაპირ გეტყვით რა აი იმ დღეებში როცა ილია მეორე ჩაძაღლდა იმ დღეებში მე რეანიმაციაში მოვხდი არაფერი არ მქონდა სისხლის სუფთა არანაირი ვირუსი არაფერი არ მქონდა და ცუდად ვიყავი რატო ვიყავი ცუდად რეანიმაციაში გადასხმას რომ იკეთებდნენ ცუდად ვხდებოდი რო ვიძრობდი გადასხმას კარგად ვხდებოდი რეანიმაციიდან რაღაც სასწაულებრივი ძალებით გამოვედი, გამოვიპარე იქიდან რა, ოღონდ თავიანთი ხელის მოწერით, მოვაწერინე ხელი. რომ გამოვეშ, თორე არ მიშვებდნენ. კარგად ვიყავი, არ მიშვებდნენ. საერთოდ რისთვის დამაწვინეს არ ვიცი. ცუდად ვიყავი, იმიტომ რომ ჯადო ქონდათ მაგ დამპლებს, იმიტომ რომ მოკოდა და ჩაძაღლდა ის დამპალი ძაღლი. ხო და რო ვიძახდი რომ მკვდარია მეთქი ილიათქო და მკვდარი რომ გამოგისეინეს იქ და ვერც გრძნობდით რომ მკვდარი იყო, ბიჭო, ცხვირი ქონდა ჩამოწეული. ცხვირში რო ლანდი გადის ადამიანს უკვე მკვდარია, გვამიდევს და გვამს მოანათლენას 700 ადამიანი, ბიჭო და ამას ვეუბნებოდი საზოგადოებას და დებილი და ბრმა საზოგადოება რას გაიგებს მაგას ბიჭო რას გაიგებს რაც მე მაგათმა გამიკეთეს ხო ვერ გამასწორეს მიწასთან და თვითონ გასწორდნენ მიწასთან თავიანთ უწმინდეს უნეტარეს ანტიქრისტეთი გასწორდნენ ბიჭო ვინ არის უწმინდეს უნეტარესი ვის უწოდებდნენ საერთოდ საქართველოს გამანადგურებელს უწმინდეს უნეტარესი როგორ უნდა უწოდო მარტო ურია უწოდებს ეგეც უწმინდეს უნეტარესი იმიტომ რომ იმათ ეხმარებოდა საქართველოს ქართული გენის მოკლაში და გავანებოთ თავი ჯოჯუა რომ მიყვა ზეთ ხომ გითხარით ერთი მეორეს მიყვება მეთქი ილია მიაკოვდა ძაღლს მერე ჯოჯუა მიაკოვდა ძაღლს მიუხედავად იმისა რომ პირიქით გაგიცხადეს ილია მერე ვითომ მერე მოკვდაო ჯერ წამლებით რო ინახავდნენ იმ გვამს ბიჭო ბალზამით და რაღაც საზიზღრობებს აკეთებდნენ აი ამ ყველაფერს რო გაიგებს მრევლი ღმერთო ყველაფერი სისხლ ხორციანა გააზრებინე რა გააკეთეს და რა გაუკეთა მაგათ მაგ დამპალმა ადამიანას სისხლით და ხორციანა გააზრებინე აი ამ ბრმა ხალხს და გამოდის ახლა თანდათან ჯადო გეხსნებათ ყველას რა ძალს მე ჩემი მიწაში ჩადება ხო უნდათ ვერ ჩამდეს სამაგიეროდ ჩადეს თავიანთი აყროლებული ადამიანი რაც ეგ აყროლებული ადამიანი მიწაშიც კი არა და სადღაცა სივრცეში ჩაიკეტა და ჩაიდო ვითომ დამარხეს ხო ერთი მეორეს მიყვა ყველა და აგერ ახლა თავზე იმხელა აგური დაგეცათ რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ თქვენივე გაკეთებული და დათესილი საქმით რაც აღმოცენდა ვერ გადაუშვათ იმას ხას გურამის კიდე საერთოდ ხელს ვერ დაადებთ ხელს დაადებთ და მთლიანად აორთქლდებით მიწისაგან პირისა კი არა ყველა სივრცეში გაქრებით ეს თქვენ არ გინდათ და ძალიან კარგად იცით რასაც ვამბობ ახლა რა ამიტომ ის რაც გითხარით 4 წლის წინ რომ გაგაფრთხილეთ თქვენ ყვალყორნოებო თქვენ უნამუსოებო თქვენ ნამუს გარეცხილებო ბიჭო სამი შვილის დედა რომ ივედი სტუმრად მემაგინეთ და მემწყევლეთ ყველას ხო დაგიტრიალდათ უკან და კარგად იცით როგორც წაგივიდათ საქმე ყველას 1500 კაცს 1500-ივე კაცს
თქვენ ხომ კარგად იცით მას მე როგორც წაგივიდათ საქმე და ვაის რო გაიძახით დღემდე ხო და ფრთხილად იყავით რა ყველას მოგაკითხავთ მიქელ გაბრიელი იცოდეთ თავისი უსასტიკესი ძალებით რა რო იცოდეთ და სანამ კიდევ დრო არის და გამოსაფხიზლებელია კიდევ გეუბნით 28 აგვისტომდე გამოფხიზლდით მეთქი რა ნებისმიერი ბერი მღვდელი თუ სასულიერო პირი ვინც ხართ ხო და იცით ეს ამბავი და კარგად იცით გურამი სადაც არის თუ არ იტყვით და შიგნითვე არ გამოვა ეს ამბავი ყველას თავს მოგკვეთენ იცოდეთ რა თავს წაგაცლიან იცოდეთ და მე არ გეუბნებით ტყუის გეუბნებით ყველაფერს სიმართლეს ხომ გაგაფრთხილეთ 4 წლის წინ არ დამიჯერეთ ახლაც გაფრთხილებთ კიდევ გაფრთხილებდით ამ 4 წლის განმავლობაში მაგრამ გიჟი გეგონეთ ხო გიჟი არ გეგონეთ ძალიან კარგად იცოდით ვინცა ვარ მაგრამ ვაი რომ თქვენი რქების წატეხვა არ გინდოდათ და 28 აგვისტომდე გაფრთხილებთ მეთქი რა თქვენივე პირით განაცხადეთ სად არის გურამი 28 აგვისტომდე არ განაცხადებთ სად არის გურამი მე ეხლა ველაპარაკები მღვდლებს, ბერებს, სწიქაროსნებს და სასულიერო პირებს არ განაცხადებთ სად არის გურამი დედას ვიცა ვარ დედას მოგიხნავენ კი არა მთლიანად თავებს წაგაცლიან ქუსლების დაჭრა რა არის ისეთ რამეებს გიზავენ რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა გეუბნებით დამარცხებულები ხართ უკვე რა დამარცხებულები ხართ და სანამ კიდე დრო გაქვთ თქვენივე ხელით თქვენივე ფეხით თქვენივე პირით განაცხადებთ რომ გურამი არის საპატრიარქოში და თქვენივე ხელით გამოიყვანთ გარეთ და თქვენივე ხელით ალაპარაკებთ ბავშვს ბავშვი აღარ არის უკვე კაცია ფულებს თხოვს ხალხი თორდია დახმარებისთვის რომ ვიდეოები გააკეთოს აფერისტი ყველას გეუბნებით რა ჩემი ძმის ჩათვლით ყველა სასულიერო პირს გეუბნებით და გაფრთხილებდით მე თქვენ და ბარეორს აგიხდათ ზუსტად ის რაც გითხარით რა თქვენივე ხელით თქვენივე პირით თქვენივე ფეხით გამოიყვანთ მეთქი გურამის და რაო ჩემო ბარტყო რაო ой ჩემი პოტარა ბაია მოვიდა და ისიც გითხარით რომ ერთი მასონთა საზოგადოება მეორე მასონთა საზოგადოების აღებას აკეთებს მეთქი ეხლა თქო რა ხო გითხარით მე სულაც არა ვარ ეხლა მასონებს მიაქვთ მთელი ამ მასონებს ვერ ავწდებით ჩვეულებრივი მოქალაქე მასონებს ვერ აცდება ან ერთი მასონი იქნება თავში ან მეორე მასონი იქნება მე არც ერთი არ მაღიარებს რო იცოდეთ არც ერთ მასონს ვეკუთვნი და არც მეორე მასონს არ ვეკუთვნი ერთსაც და მეორესაც ვაფრთხილებდი და ვაფრთხილებ დღემდე არც ერთი არ უსმენდა თამარ მეფეს თავის დროზე, როდესაც ის მეფე იყო და ეხლა კარგად წმინდანის ხარისხში აიყვანეს თამარი, რომელიც აწამეს და წამებულად მოკლეს. დედას ვიცავა რა. ჩემი სახელი, როგორც მე-12 საუკუნეში არაფრად არ აგდებდით თამარს და საერთოდ ფეხზე გეკიდათ და ძაღლადაც არ აგდებდით და ძაღლებს უფრო ეკითხებოდით, ვიდრე თამარს. ისე დღეს ხდება, ისე ძაღლებს უფრო ეკითხებით, ვიდრე თამარს და ისევე მოხდება ზუსტად ჩემი სახელი დედას ვიცავარ ისტორიას არ დაავიწყდება რა. ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, სამი შვილის დედა, ყოველგვარი დაუცველი, აბსოლუტურ დაცვის გარეშე რა. არანაირი დაცვა არ დამყვება და არანაირი ძალაში და კლანში არ ვარ გაერთიანებული. აბსოლუტურად არანაირში რა. ერთადერთი მეთქი ჩემი მცველი არის ქრისტე თქო, კიდე გეუბნებით რა. ვისაც ჩემ ქრისტიანობაში ეჭვიეპარება, ის გახადოს ჩემზე უფრო მაგარი ქრისტიანი ღმერთმა რა. ეს არის ყველაზე დიდი წყევლა იმ ყვალყორნებისთვის, ვისაც არ უნდა რომ სინათლე შევიდეს მათში. არც ერთ ძალას არ ვემათხოვრები და არ ვეხვეწები მიუხედავად იმისა, რომ ბევრმაც შემომთავაზა, რომ მათთან მეთანამშრომლა. არავის არ ვეთანამშრომლები მე ვეთანამშრომლები მხოლოდ ერთადერთ ძალას. ეს არის უზენაესი ძალა და ამ ძალაზე უფრო უზენაესი რომ აქ დედამიწაზე ხორციელში არანაირი და არც ასტრალში და არც მენტალში არანაირი ძალა არ იქნება. ამაზე უფრო დიდი ძალა არაფერი არ იქნება. თუმცა ამის აღიარება თქვენ გიჭირთ ერთ მასონთა წრესაც და მეორე მასონთა წრესაც.
ნებისმიერი ხო გითხარით, ერთმანეთს დაჭამენ მეთქი, ერთ დროს ერთნი იყავით, ეხლა გაიხვეთ. რატომ გაიხვეთ თუ იცით? ერთმა აღიარა ტრაკმიმცემლობა და მეორემ ვერ აღიარა ჩუმად აკეთებს ამას. ამიტომ ისინი, რომელმაც აღიარა ტრაკმიმცემლობა, მეორე ტრაკმიმცემლებს აიღებენ ისე რომ ისინი ჩუმად აკეთებენ ამას, ხოლო მეორენი აკეთებენ ხმამაღლა. ხო. ერთი წუთი დედიკო ეხლავე დავამთავრებ მე ლაივს და ჩავთავ. არ ვიცი რას მეუბნები და ჩავთავ. ამიტომ ვინც გულწრფელია, ხო? რაც არ უნდა ცოდვილი იყოს, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, რაც არ უნდა საშინელებები ჰქონდეს დანაშაულად ჩადენილი. ყოველთვის ის გაიმარჯვებს, ვინც აღიარებს. ერთნი ვერ აღიარებდნენ, ჩუმად აკეთებდნენ, ბავშვებს ხრწნიდნენ. ერთი წუთი დედიკო, იქ გადი და მოვალ, მე დაგიძახებ მე თვითონ, ხო? დახურე კარი. გაქანებული პედოფილია, გაქანებული მამათმავლობა, გაქანებული არ ვიცი კიდე რა, პირდაპირი მნიშვნელობით სატანიზმი, მონაზვნების დაორსულება და მერე ბავშვების მოცილება, მოცილება. გაქანებული მიმდინარეობს დღეს ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს ქრისტეს სახელით. ხო და ეგ გენი პირდაპირი მნიშვნელობით თავიანთი მტაცებლების მიერ იქნებიან წარტაცებული და შეჭმული. ხო და შემდეგ აი ეს მასონები ვინც მოვლენ და გამოიყენებენ იმ უდანაშაულო ხალხის პოზიციას, როგორებიც არიან, ქალბატონ დედები, გამწარებული დედების პოზიციას გამოიყენებენ, დედა მოიხუნებათ, იცოდეთ რა. გამოიყენებენ და კარგათაც გამოიყენებენ, მაგრამ შემდეგ ვაი მაგათ პატრონს. დედა მოიხუნებათ, მეთქი გეუბნებით რა. ვისაც გამოიყენებენ, იმისგან მოიხუნებათ დედა. იცით ვისგან? ყოვლად ურყვნელი ნათელისგან, იესო ქრისტეს დედაზეციერისგან. არ გჯერათ, ხო? ჩემი სიტყვის კარგათაც გეშინიათ და კარგათაც ისმენთ. უბრალოდ თქვენს ამოსულ რქებს ვერ იტეხთ მეთქი მაგას გეუბნებით და ვინ არის ამ პარტავნებაში კარგად ჩანს. ორგანოებით ვაჭრობაც. დიახ. დრო დაჩქარებულია. არავინ აღარ დაგიცდით, ზეცა აღარ იცდის. გინდა დაცემულ ანგელოზებად იყავით მოხსენიებული, გინდა ამაღლებულ ანგელოზებად, ყველა ანგელოზი ტრაქშია, რო იცოდეთ რა. ის ანგელოზების ტრაქში არიან, რომელიც ენოქის წიგნის თანახმად მოდიან და აქ ანადგურებენ კაცობრიობას, ვინ მისცა უფლება ვიღაცას გაანადგუროს სიცოცხლე, რომელიც უზენაესმა ღმერთმა შექმნა, ქრისტეს მამამ შექმნა და დედამ. ვინ მისცა ვიღაცა უფალთა უფალს მაგის უფლება რომ მოვიდეს და გაანადგუროს. ეს საზოგადოება, თუნდაც წარღვნით და თუნდაც არ ვიცი რითი კიდე. ომით არავინ არ მისცა და ის თვით უფალთა უფალიც, ის ცრუ იახოდ წოდებულიც თავად გაინადგურებს თავის თავს. იცით ვისი ხელით? ყოვლად ურყვნელი ნათელის ხელით. იესო ქრისტეს დედაზეციერის ხელით. კიდევ დამალავთ სულიწმინდას? დაგმალოთ მამაზეციერმა და დედაზეციერმა, გადაგმალოთ მოუსვლელში თქვენ ყველანი. ვინც ქრისტეს უზენაესი მამის სახელით აქამდე ცრუობდით და წერილებს წერდით. ცრუ წერილებს პედოფილიითა და ომებით ახსავსეს. ატენიდით საზოგადოებას ტვინში რომ ეკითხათ ვაიმე, ვაიმე მე, საცოდავი და მკვლელი და მრუშიო. მკვლელებიც და მრუშებიც თქვენ ხართ ყველანი. ვაიმე, ვაიმე დედუფალო, ხო და მოდის ეგ დედუფალი. გეშინოდეთ და ძრწოდეთ.
ვისაც ჩემი სიტყვების არ ჯერა კიდე მაგარი ბანძი ტიპია რა. მაგარი გაუნათლებელი ტლუა, მაგარი სიბნელეშია. ვერ იგებს რა ხდება საერთოდ, ვერც მატერიალურში, ვერც მენტალურში, ვერც სულიერში, ზეციერში. ვერაფერში ვერ იგებს. არის მხოლოდ მასა, რომელიც უნდა დაიკეპოს. და სჭირდებათ სწორედ იმ იახვემადიდებლებს, რომელი იახვეც მოითხოვს სისხლსა და სხვებს შეწირვას და თავისი შვილის სისხლის დალევას მოითხოვს ჯვარცმით. ჩააფურთხეთ იაღოველებმაც, იახვემადიდებლებმაც, იხვმადიდებლებმაც და ყველამ ჩააფურთხეთ, იმიტომ რომ დადგა დრო, რომ საერთოდ ამ დებილიზმს წერტილი დაესვას. ამინ. ასე რომ ჩემო კარგებო, რაც გინდათ ის მიწოდეთ რა, გინდა მიწოდეთ გიჟი და გადარეული, სულ მკიდია ერთ ადგილზე. მე გეუბნებით, რაც უნდა მოხდეს. თქვენ ან იგებთ, ან ვერ იგებთ. ან მოესწრებით მაგ დროს, ან ვერ მოესწრებით მაგ დროს. ხო და ეს დრო სულ რაღაც აჰა, რამდენიმე თვეღა გაგრძელდება რა. სიბნელეს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე თვეღა დარჩა და სინათლის დრო დადგა. ამინ. ახლა ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ჩემს ბიჭს რაღაცა უნდა და უნდა გავიგო რა ხდება, რა უნდა, რას მთხოვს. კარგად იყავით, დროებით, დაგემშვიდობებით, ის რაც დაწერილია, აუცილებლად ახდება. აუცილებლად. ქრისტემ რაც თქვა, ის აუცილებლად ახდება. და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ზუსტად ის ხდება, რაც ქრისტემ თქვა. ხო, ის ხდება, რაც დაგვიმალეთ დღემდე. მისი ნათქვამები რომ დაგვიმალეთ, მე მითხრეს უკვე ჩამოიტვირთა ის სიტყვები. ხო. აბა კარგად.